ადამიანმა დილის 5 საათზე ადგენ და საკვალების ჩემი შემოქმედება არის დაფუძნებული სანაპირო ზოლის დასუფთავებას ახორციელებს ყარინარჩენების კომპანია, დასაქმებული არის 230 კაცი, მონაკვეთი არის 21 კილომეტრი, მუშაობენ დილის 6 საათიდან, ყველაფერი კეთდება, რომ დამსვენებელს კომფორტული პირობები შეექმნას. დღეს მათ შესაძლებლობის გაძლიერების მიზნით გადაეცათ 100 ნარჩენების სურნა და სხვა ტექნიკა და ისინი აგრძელებენ მუშაობას, წვიმიანი პერიოდია თუ შტორმია, ყოველთვის 24 საათი მუშაობენ. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლება და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად დღეს დავათვალიერეთ მყარი ნარჩენების მიერ გაწეული სამუშაოები, რომელსაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ატარებენ ზღვისპირა ზოლზე. აღნიშნული ზღვისპირა ზოლის მთლიანი სიგრძე არის 21 კილომეტრი და ისინი ადგილობრივად საკუთარი კადრებით ყოველდღიურ რეჟიმში ახდენენ ტერიტორიის დასუფთავებას, მოწესრიგებას. ასევე მოსახლეობასთან ჰქონდა კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათი რჩევები მოვისმინეთ, რომელიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ჩვენი მხრიდან სამომავლო სამუშაოების დაგეგმვის პროცესში. დავათვალიერეთ გურიის საზღვაო სანაპირო, რომელიც ყარინარჩენების მართვის კომპანიის მიერ უწყვეტ რეჟიმში ყოველდღიურად წესრიგდება. აქ შექმნილია კომფორტული გარემო დაინტერესებული პირებისთვის, ტურისტებისთვის და ყველას მოუწოდებ ზაფხული გაატარონ გურიის სანაპიროზე.